გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ შეხვედრებს ეკახო ფერიასთან, ვიდრე დავიწყებთ ჩვენს გადაცემას, ტრადიციული თხოვნა. გამოიწერეთ შეხვედრები ეკახო ფერიასთან ერთად, დაგვიკომენტარეთ, დაგვიგულეთ, კითხვები დაგვისვით. მე ვცდილობ რომ ყველაფერი წავიკითხოთ და ვცდილობ რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ. ჩამოვედით კახეთში. მის ერთ-ერთ მთავარ და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მასპინძელთან, შატომერეს დამფუძნებელთან, გია პირადაშვილთან. გია პირადაშვილს ასე მგონია მთელი საქართველო იცავს, თუ პირადად არა, გადმოცემით მაინც. მართლაც ჩინებული მასპინძელია, მასთან სასაუბრო ძალიან ბევრია და არაჩვეულებრივი მოსაუბრია. მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო 1 საათი გველდება წინ და მაინც რომ განსაზღვროთ, რამდენიმე ამბავი მაქვს გია პირადაშვილთან მოსაკითხი. პირველი, რა არის ახალი, რაც არ ვიცით შატომერეს შესახებ? მეორე, რამე განსაკუთრებული გემრიელობის რეცეპტი გია პირადაშვილისგან, მის მიერ მოხატული ღვინის ბოთლები და მთავარი, სად ვეძებოთ ბედნიერება. გია პირადაშვილი, დენდი კახეთისა შეხვედრებში. პირველი სტუმარი გახსოვს? კი, როგორ არა? მართლა? კი, აბა. ვინ? ლატვიელები იყვნენ ჩვენი პირველი სტუმრები. მობრძანდით შეხვედრებში. ახლა მივდივართ სად? ყარაჯალაში. რატომ? ყარაჯალაში ყველაზე გემრიელი ბატკნის ორცი აქვს და მივდივართ ჩელექვია. ნამდვილი სახელი არც ვიცი იმ კაცის. ზუსტად 2008-ში ამოვიყანეთ პირველი ტექნიკა, რომ გაგვეჭრა ფუნდამენტი. 2009-ში მივიღეთ პირველი მოსავალი, იმიტომ რომ მარნით დაიწყეს ყველაფერი. მე მგონი პირველი შატო იყო შატომერე საქართველოში. კი ბატონო, ეგ ცოტა ინტრიგაზავით იყო. ყველაზე ლამაზი ხედი შატოდან საიდან არის? ხო არიან სასტუმროების, რომელიც ყიდის, რომ აი ხედით და ხედის გარეშე. ჩვენ უხედო ნომერი არ გვაქვს. ორი კამერით ჩელეს დუქანში გადაღება. სად არის შენ? ჩელე, შენ გადასაღებად მოვიდნენ, აგე? გამარჯობა. რა ვახარ? გიამ, რაც მოვიფიქრე, ეხლა შენ უნდა გაახალგაზრდაო ეს ყველაფერი? გვინდა რომ კარგი ღვინო იყოს ცნობილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვისაც. დილის 4 საათზე გადაღებული გარეთ აი იქ რაიონზე ადგილი არ ქონდა სასტუმროში და არ მივდივარ აქედან ადგილა მოს დაიხურა თავზე და დავჭები აქ. მოდი აი ბაზი გავხსნათ 100,000 ხელმომწერო გეყოლება შეხვედრები ეკახო ფერიასთან გამოიწერეთ და 100,000 იმაზე რა ქვია იმედი მაქვს რომ შეგხვდებათ ყველას. გია პირადაშვილი არის დენდი კახეთისა ან კახეთის დენდი და ამ დროს გლეხი ვარ არა? გლეხი არ გამორიცხავს დენდობას მართალი? ჩემოწურებას. პირველად შატომერეში მრავალი წლის წინ აღმოჩნდი მე და ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები სადღაც აი მანქანით მოვდიოდით და დავინახეთ აი ეს შენობა, თავიდან მარტო ეს შენობა იყო, ეს არაფერი არ იყო. და უკვე იყო აღქმა იმის, რომ რაღაცა განსაკუთრებული იყო. მაშინ არც სიტყვა შატო იყო, საერთოდ არაფერს არ ერქვა შატო კახეთში. და მე მგონი გია პირადაშვილის გოგო იყო იქ საჯინიბოში და მან ჩვენ რომ ვკითხეთ რომ რა ხდება აქ, ხო არ იცით და თქვენ მამა ჩემი საშენებული შატომერე არის და მამა თქვენი ვინ არის? გია პირადაშვილიო. ასე გავიცანით გია პირადაშვილი და შატომერე. განგებ ჩამოვედით ესეთ დღეს, ეხლა არის სამშაბათი, რომ ცოტა ხალხი იყოს, რომ შეძლოთ შვიდად ჩავწეროთ ჩვენი ბატონი გია. აი ისიც. გთხოვთ? მობრძანდით შეხვედრებში. გია. მადლობა რომ გმასპინძლობ. დავიწყოთ სიახლით. რა ხდება აქ? აბა მომიყევ. აქ იყო მარანი. ეს იყო მეორე ცდა მარნის აშენების. ხო.
აქ იყო მარანი თავდაპირველად. მარანი იყო, კი ბატონო. კი. აქ იყო კასრებიც, აქ იყო ცისტერნებიც. სპეციალურად ქონდა ეს სიმაღლე დაჭერილი, რომ თქვა 5 ტონიანი და 10 ტონიანი ცისტერნები დაწეული იყო. კედლებში გავაკეთეთ შესანახი ღვინის დასავარგებელი, საკმაოდ დიდი რაოდენობაზეა. იქ ორივე მხარეს ერთად დაახლოებით 30-35,000 ბოთლი ეტევა. რასაუბრე. კი ბატონო, ეხლა გვაქვს ჩვენი კოლექცია გვაქვს, დავიწყეთ მაგის შეგროვა უკვე დაახლოებით 6-7 წელიწადია. მეგობარს არც ისე ახლო მეგობარს გავუშთა იდეა, რომ გაკეთებინა ქორწილი აქ, რომ შემოვედგეთ და შევხედეთ ის ცარიელი იყო ეს. ხო. და გავაკეთეთ ქორწილია, მოდით შეიძლება თავის შვილის ქორწილი და აი ის მერე და მერე ნინო გამიკეთა იოსელიანმა ეს ჭერი, ეს რა ქვია, გამწვანებული ჭერი, რომელიც არის დაკონსერვებული მწვანე რაღაც დაიმებით, რა ქვია, მცენარეებით. ჩემი აზრია, რომ სულ რაღაც კამათში ვარ ხოლმე ოჯახის, რომ აქ მინდა ჩამოვიტანო რესტორანი, იმიტომ რომ ზევით ხმაური არ იყოს, უფრო ნაკლები ხმაური იყოს ზევით და ზევით გავაკეთეთ კონდიტერია, უფრო ისეთი მოსასვენებელი ადგილი, სადაც შეიძლება რაღაც მოწროპო, გარეთ გამოხვიდე სიგარა გააბოლო, თქვა რაღაც ესეთი და ქვევით ქონდეს უკვე სარესტორნო სივრცე და უფრო ეს მოვაწყოთ იმ სიმყუდროვით, როგორც გვაქვს ზევით. ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება. თავისუფლად ნამდვილად. მაგრამ ნინო გეცნაყდა. რატო რა არ ვიცი რა. კითხოთ ვერე ნინო. და საკმაოდ ტევადია, რა გია? კი, 180 ადამიანი დავშვით თავის დროზე, თავისი ის კონცერტის მომსანო საკონცერტო სივრცეც ჰქონდა და მოცეკვავეების და ყველა. და მე ვიცი რომ ეხლა შაბათს იყო ნინო ქათამაძის. კი, კონცერტი იყო მშვენივრად. აქ ხდებოდა. აქ ხდებოდა ყველაფერი. მეგონი ყველამ ვიცით ეგ ისტორია, როგორ იქნებოდა შატო მერეს, აი ეს არაჩვეულებრივი სივრცე ავეჯით შექმნილი. გიამ და მისი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, აი ეს ოჯახები მოიარეს თელავში და ხან ტახტი წამოიღეს, ხან კარადა წამოიღეს, ხან. ყიდულობით ესე არ მოქონდა. ხო, რა თქმა უნდა. ზოგიერთი ჩუგდიდა. ბევრი რაღაცები გვაჩუქეს, ბევრი რაღაცები ჩამოგვიტანა ჩვენ მეგობრებმა, ბევრი რაღაცები სახლიდან წამოვიღეთ. ბევრი მაღაზიებიდან, ბევრი ნაწილი საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, კი, კაცო, მილანიდან. თავარი შენთვის სივრცეში არის რა? სივრცეში სიმყუდროვი და ემოციები რა. ემოციურად უნდა უყურო ყველაფერს რა. თუ ემოცია არ აქვს, მკვდარია მაშინ რა აზრი აქვს. მაგრამ ამ ემოციას ხო რაღაცა ქმნის? რა თქმა უნდა, რატო აი შენობებს რო უყურებ რა, ბეტონის შენობებს, რატო არის უემოციო და რატო არაფერს არ აქიზრავს ხო? და როცა უყურებ ზღვას, აბსოლუტურად არაფერი, ბრტყელი სივრცეა, ღელავს, მაგრამ ცოცხალია და ემოციურია. ბეტონის შენობა არ არის ემოციური, თუმცა შეიძლება რომ გახადო ის ემოციური, თუ მას რაღაც გამწოდებას გაბზარა, აი ბევრი რაღაცა, ელემენტარული რაღაც შეიძლება გიცვლიდეს მასზე შენ გზნობას რა. ეს ჩემი აზრია ხა შეიძლება ესე არ არის, მაგრამ ჩემს ყოველთვის ჩემთვის ესეა რა. ახლა მივდივართ სად? ყარაჯალაში. რატომ? ყარაჯალაში ყველაზე გემრიელი ბატკნის ორცი აქვს და მივდივართ ჩელექვია. ნამდვილი სახელი არც ვიცი იმ კაცის. აჰა. იმ ბიჭის ჩვენ ხე ჩემხელა ის არის. კაცია და იმასთან მივდივართ გუშინ დღეს დილას დაურეკეთ. მოვამზადებდით ბატკანი, მთლიანი. ეხლა წამოვიღეთ და ვნახავთ რა ხელა იქნება, ჯერ არ ვიცი. როჩავალ იქ დაგვახვედრებს და მე ვნახავთ უკვე ჩვენ იმაში რა ქვია, გრილზე თუ დაეტევა და დავატრიალებთ, თუ არა და რაღაც ნაჭერს მოვუჭრეთ ისეთ წამოვიღებთ, რომელსაც რაღაც გემრიელ კეთს მოვამზადებთ. ჩემი ერთი ვაკაცია, ვისაც ყველაფერს ვენდობია მანქანის და ტექნიკაში რა. და თხილამურებში და ეგეთ რაღაცეებში და იმან მასწავლა მანქანისტარები. ვიყავი ალბათ 20 წლის, 20, მაგრამ მანამდე ხო, მაგრამ ტარება მანამდე ვიცოდი, მაგრამ რაღაცა 22-ის ვიყავი 23-ის რომ მაჩუქეს რა ქვია. მართვის მოწმა. მაშინ ეხლა არც კი მივსულ ვარ, სურათი გაუგზავნე. ესე იყო, რომ ეგრეკი არ მართვის მოწმობა? შენ არ გაქვს? შენ გაქვს? არა, მე არ ვატარებ მანქანას. შენ არ ატარებ მანქანას და მაგიდე თორე ხო, ვინც ატარებს მანქანას მაშინ, ვინც ხო, იქ გამოსცა რა, ვინ ატარებ, ვინ აბარებ და გამოსცეს რას ლაპარაკი.
ზუსტად 2008-ში 2008 წლის ოქტომბერში ამოვიყვანეთ პირველი ტექნიკა, რომ გაგვეჭრა ფუნდამენტი. 2009-ში მივიღეთ პირველი მოსავალი, იმიტომ რომ მარნით დაიწყეს ყველაფერი. მარანი იყო პირველი შენობა და პირველი სტრუქტურა აქ რაღაცა, სადაც რაღაცა გვეკეთებინა და მე მიყვა უკვე დადარჩენი, რა თქმა უნდა, დანარჩენიც უკვე დახაზული იყო და ყველაფერი გამზადებული ქონდა მთელი პროექტი, მაგრამ იქ რა თქმა უნდა ბევრი მოდიფიცირება გაიცადა, იმიტომ რომ გვინდოდა რომ მაქსიმალურად შეგვერწყა იმ ლანდშაფტისთვის რაც იყო და მაგიტომაც მოითხოვა ეს რამდენიმე იარუსიანი შენობა. გია, მაშინ სამეზობლო ყავდა? არა, მაშინ არავინ არ ყავდა. საერთოდ არავინ არ იყო ირგვლივ? არავინ. წინდა ეს ჩვენი სამეზობლო იყო ეს სოფელი, რომელსაც აქაურები ეძახიან მერეს, ზოგი ეძახის იმერლებს, ამ დროს არც იმერელი ცხოვრობს და არც ესა რა ქვია, რაჭველების სოფელია, სუფთა რაჭველების, იმიტომ რომ აქეთ იყვნენ ჩამოსასვლელი არიან ეკომიგრანტები დიდი ხნის წინ. მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომლებიც გადმოასახლეს აქეთკენ და მე აი სოფელი ესე გაიზარდა მთელი ვარდისუბანი და ვარდისუბნის ზედამხარეს ეძახის თელავმა დაარქვა მერე. აი ესეთი ისტორია აქვს ამ ხარეს. და შატო? რატომ შატო? იმიტომ რომ იოლად აღსაქმელია ყველასთვის სამწუხაროდ საქართველოში ეს გაგება იყო ცოტა ისეთი რა ქვია დაჩლუნგებული, ასე ვთქვათ, კომუნისტების გამო, იმიტომ რომ კომუნისტური წყობის დროს და სოციალისტური მარაზმის დროს ის შატოები, რასაც შატო ერქვა, იგივე მუხრანი, შატო მუხრანი, იგივე შატო იყო, ფრანგული გავლენა იყო პრინციპში ამ კულტურის საქართველოში, როცა დადიანების სასახლე იყო და მასაც ფრანგები შატოს ეძახოდნენ, იმიტომ რომ ფრანგული გავლენა არა მარტო ჩვენთან, არამედ მეფის დროინდელ რუსეთშიც საკმაოდ მაღალი იყო. ეხლა ჩვენთან რო საუბრობდნენ მაგალითად რუსული სიტყვებით იყო ეს პერიოდი, ხო? მაშინ საუბრობდნენ იქ და საქართველოში ფრანგული სიტყვებით, იმიტომ რომ ეს იყო მოდა, ეს იყო რაღაც მიმდაბლობის რაღაცა ეტაპი, როცა შენ გიდოდა რომ შენი კულტურა მსგავსებული ყოფილიყო, თქვათ, აი ძალიან ისეთი განვითარებული, ზოგან გარეგნულად, ზოგან საფუძვლიანად გავითარებული ევროპული ნაწილზე და ამიტომაც იყო ესა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ალბათ ეს გენურად ეს ყველაფერი შეგვჭა ჩვენზე და მაგიტომაც დაუძახე შატო და არა თქვა კასტელო, იმიტომ რომ იტალიური გავლენა ნაკლები იყო რა, ეს არის რა. კი ბატონო, კასტელო ნაკლები იყო მართალია. და ესე ყურს არ ეხამუშებოდა თავიდანვე, იმიტომ რომ მე გონი პირველი შატო იყო, შატო მერე. ხო, ეგ ცოტა ისიც მე იყო არ რა გამიგია ქვია. შენამდე შატო საქართველოში. კი ბატონო, ეგ ცოტა ისეთი ის იყო რა ქვია, ინტრიგასავით იყო და ხანდახან ინტრიგა მუშაობს, ახლა ჩემი სპეციალობა არის მარკეტინგი. ბატონო და ქალბატონებო, ნინო შატო მერეს დიასახლისი, რომელიც რა თქმა უნდა მის გარეშეც აბსოლუტურად წარმოუდგენელი აქაურობა, უბრალოდ გიასგან განსხვავებით, მის ცხოვრებაში თბილისი მაინც ფიგურირებს. კარგად. იმიტომ რომ სამსახური თბილისშია და ასე შემდეგ. სად ვართ ახლა ჩვენ? მე აქ პირველად რა ხდება აქ? ხო, ეკა მე მგონი შენ აქ ხარ გამყოფი. ჩვენ აქ გავაკეთეთ გალერეა ჩვენი სტუმრებისთვის. როგორც ქართველებისთვის, ასე უცხოელებისთვის, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენ სტუმრებს გაუზიაროთ ქართული კულტურა სხვადასხვა მხრიდან. ეს შეიძლება იყოს მხატვრობა, კულინარია, ღვინო ქართული, ტრადიციები და რა თქმა უნდა დასვენებაც, იმიტომ რომ იქ ამ ლაუნჯის იქითკენ გვაქვს სპა და იმასაც განნახებ. და ეს გამოფენა ანუ გაზიარებს თანამედროვე ქართულ ხელოვანებს, ხატრებს და თან შეგიძლია შეიძინო. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ნახე ესეთი რაღაცა გია ხო რაღაცას უსიახლეებთან არის დაკავშირებული და თვითონად გიაც ხატავს ბოთლებზე და მე განახებს როგორ ხატავს, მაგრამ ეს აქ აი მხატვარს ერგოთ ფრილთან ერთად გააკეთეს ესეთი კოლაბორაცია. ეს არის ნაწყვეტები ვეფხისტყაოსნის პოემიდან სხვადასხვა, არის გიას გემრიელი ღვინო,
და ბატონი სერგოს ნახატები ზემოდან დატანილი. სერგო და მისი მეუღლის და ოჯახი გავიცანით აქ შატოში. როგორც სტუმრები შემოვლიდან მე ესე დავმეგობრდით, რომ ბევრი რაღაცა პროექტები გავაკეთეთ ერთად და ეს გალერეაც ქეთის იდეა ხელმძღვანელობით იდეა იყო, იმიტომ რომ ქონდა ესეთი სივრცე. აი აქედან უკვე გავდივართ სპაში. აქედან უკვე შევდივართ სპაში, ალბათ პროდუქტი. მეგობრების არის, ჟერმენ დე კაპუჩინოს ასე პრობლემა არ არის, ვახსენოთ პირიქით. ნატალისთან ერთად გავაკეთეთ თავიდან ეს სპა. ასე გვაქვს ესეთი პროექტი Artin Residence, ანუ მხატვრები ჩამოდიან, რაღაცა პერიოდის განმავლობაში აქ ცხოვრობენ, ხატავენ და ესეთი რაღაცა თავისუფალ გარემოში და მე გვიტოვებენ თავიანთ საყვარელ ნამუშევრებს და აქეთკენ შატოც აქვს დახატული და იქ განახებ კიდე არაჩვეულებრივს, ხო? უი, რა კაია. ხო, აი ესეთ რაღაცა პროექტებსაც ვაკეთებთ. ყველაზე ლამაზი ხედი შატოდან საიდან არის? იცი რა არის? ესე რა ხوارიან სასტუმროების, რომელიც ყიდის რომ აი ხედით და ხედის გარეშე. ჩვენ უხედო ნომერი არ გვაქვს. იმიტომ რომ ან კავკასიონს უყურებ, ან რომელიღაცა მთას, რომელიღაცა იმას რა ქვია, რომელიღაცა არა, ალაზნის დოლზე გადის, კავკასიონსა და ბუნებას უყურებ ირგვლივ. ამიტომ ხედის გარეშე ოთახი ჩვენ არ გვაქვს. ცოტა გავიზარდეთ, ეხლა 60 ნომრამდე ავედით. ხო და გიამ ისედაც გაეს შენობები, რომ ყველას აქვს ხედი ჩემს საყვარელს კავკასიონის მთებზე, რომელსაც ხუმრობ, რომ ბავშვობაში ხო სუმთები არის ჩვენ ქვეყანაში და ვერ ვხედავდი, ამ ვერ აღვიქვავდი ისე და საგარის მთა გამოვდივარ და აი კავკასიონი რომ ხდება, არის ჩემი ენერგიის წყარო და ულამაზესი. სადაც არ უნდა მოხდე, კახეთში არ არსებობს, თუ არ ჩერდები შატომერეში. ან მისვლისას უნდა გაიარო შატომერეში, ან უკაგზაზე მე შატომერეში გავიაროთ. გაჩერება შატომერეში. ან ხავა, ან დესერტი, ან ის, ან აუცილებლად ეს არის ყოველ მიზეს გარეშე. ეს გააკეთეთ შენ და გიამ და შატომერეს გუნდმა ნამდვილად. შენი მთავარი მოწოდებელი თქვა, აი დედლებს გვაყრიან ერთი კაცი არის, რომელიც ჩემი მზარეული ვინც არის, გია, მთავარი შეფი ვინც არის, მას მისი კონტაქტია, მოაქვს მაგალითად პანკისიდან, დუისიდან. ხო, აბა, ვაგროვებთ, ამას მე ვყინავთ, რა თქმა უნდა, გასუფთავებული, გაკრეალებული, თავი ჩაკვერცხილი ისეთი რა, რომ შეხედავ მიხვდები რაც არის. გადაღებული გვაქვს მე ეს ყველაფერი, ამას ვიღებთ, რომ არის ადამიანი, რომელსაც ეს არ ჯერა რა, ნუ ანახეთ მე ამას ყველაფერს. ეგ მე ხმო ვიცი რომ თვითონ ვიყიდოთ თქვათ რა, ხმოს ეხლა რომ შეიყვანე თავის მინდორში ხო? თუ რა აი ახალ ბალახს გაზაფხულს დაახლოებით ერთი 2 თვეში შეიძლება უკვე ხმოს ხორცი გქონდეს. ეგა მე იგივე ღორის ხორცი პრინციპში ეხლა რო გითხარ რომ ძალიან სასურველად ქა ეხლა არ უნდა მიირთო, იმიტომ რომ ის ღორი რაც ჩამოვიდა ზამთარში, ტყიდან რომელიც ტყიდან შემოშულს, იმას სხვა გემოაქვს და რა ქვია, შემოტანეს რუსეთიდან რო შემოდის თუ საიდან შემოდის პოლონეთიდან ზოგი საიდან, იმას სხვა გემოაქვს. კი, რა თქმა უნდა, ცდილობ რომ აქ გააჩერო რაღაც პერიოდი, კვებონ აქაური პროდუქტით, ნაკლებად თქვათ დამოკიდებული იყოს იმ პრემიქსებს და სხვადასხვა პრემიქს პირობითად ოძახი არ ვიცი რა საკვებია ისა, რომელიც სპეციფიურ გემოს აძლევს და რომელიც არავის არ მოწონს, ანუ ეს რაღაცები ხინკალზე ხო, როცა მე არ შემიძლია ისეთი ხინკალი გავაკეთო, როგორიც არის თიანეთში. იქ არის 2 ოჯახი, რომელსაც კარგად ვიცნობ, მივდივარ, სპეციალური მაცივარი მაქვს, რომელიც ეტევა 400 წალი ხინკალი და იმას რა ქვია, ვაყინებ, იმათ შეუტახდი იყიდეს გასაყინი მოწყობილობა ყველაფერი და მომაქვს ის ვერ გაარჩევ. ჯერ ეგეთი მე ვფიქრობ, რომ გაყინული პროდუქტი ბევრად უფრო ჯამთელია და ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ახალი ბევრ რაღაცაში. ანუ დავარგება ჭირდება ბევრ რაღაცას, ზოგს იცივით, ზოგს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმში და სხვადასხვა განიევებას, როგორც მაგალითად საყოლის ხორცს. ანუ ბევრი რაღაცებია, რომელსაც ნელ-ნელა სწავლობ და ის დოგმები რო თქვა და გაყინული ხორცი როგორ ნაჭამო ბავშვს და რაღაცა ეს როგორ ნაჭამო და ის როგორ და მე მედის და მეორე დღეს მაიონეზს აჭავს იმაში რა ქვია მაღაზიაში ნახიც მე მაგალითად ურჩევდი რომ მეტი ნახონ, მეტი იმოგზაურონ, რა თქმა უნდა, ვისაც საშუალება არა, აქ დღეს სხვადასხვა ისეთი რა ქვია საშუალება შეუძლია
მობილურში ნახოს, YouTube-ზე და როგორ გამზარდება ხორცი, როგორ ვარგდება ხორცი. ანუ ის ამბავი რომ კარგი მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი და არა გაყინული, ეს უკვე დღეს ასე აღარ არა, არის. ზოგიერთი პროდუქტი სავალდებულოც კი არის, რომ უნდა იყოს რაღაც გარკვეული 7 დღე, 12 დღე, 18 დღე გაყინული, მე რომ უნდა იყოს დავარგებული და ასე შემდეგ. მე მაინც ვარ სეზონური ადამიანი და ანუ ზამთარში საზამთროს არ ვჭამ და არც მარტოს მართალი გითხრა და ამიტომაც ჩემთვის რა ქვია პამიდორი იწყება არა გაზაფხულზე არა ივნისის ბოლო ივლისში და მთავრდება ნოემბერში რა თქმა უნდა მანამდე ვჭამ მაგრამ მანამდე მე პამიდორი არ არის პამიდორი რა მართალი გითხრა რომ ყველა რაც აი ღია გრუნტზე მოიპოვება რა თქმა უნდა ის ბევრად უფრო გემრიელია გუდა რა თქმა უნდა თუშეთიდან თუშური რომელსაც ასევე აქვს კარგი დამუშავება ის რო არის ვიცი რომ კარგ ჰიგიენურად არის დავარგებული ანუ კარგად სუფთა ადამიანია სუფთა კაცია რა ვინც იმას აწარმოებს ამ გუდის ყველს მე ჩამოაკ კარგად ინახავს და მე მას ჩვენ ვაჭრევინებთ და დებთ ვაკუუმ შეფოთვით რომ მარტო ცხრის გუდა არა ასევე ძროხის ყველიც რომელსაც ქარხნულ ყველს რო ეძახოით ხო იცი იმასაც კი აი სპეციფიური რაღაცა გემო რო არ კონდეს და სუნი რო არ კონდეს ვაკუუმში შეინახო და შენ გაკ გარანტირებული მინიმუმ თუ მაცივარში გაკ შენახული პლუს ამას შენ გაკ გარანტირებული დაახლოებით 1-3-4 თვე რომ მას არაფერი დაემართება შეიძლება უფრო მეტი ხანის თუ ის კარგ მარილწყალშია ნადები რა აი შორს არის ჩვენი ჩელე. კი ბატონო, ეხლა ჯერ მე ვეძებ ის მინდა რა ქვია, პარკი ვიყიდო დიდი. კაი. და ჩავაგდო. დიდი პარკებია აქ თუ იცი. პარკები, დიდი პარკები გააქვს. ჩელე ზარ ექნება, ხა დარწმუნებული ვარ იქ არ პარკი. ექნება? არა, პარკი არ ექნება, ექნება პატარა რაღაც. ახოთ აბა. გია, შენ დადიხარ აი ეგეთ საფასხისგებლო ამბებზე? არა, ირაკლის და მეც. აი, ჩელეს დუქანი. ორი კამერით ჩელეს დუქანში გადაღება. სად არის ჩელე? ჩელე, შენ გადასაღებად მოვიდნენ, აგერ? გამარჯობა. რა ვახარ? გამარჯობა, ეკა, ძალიან სასიამოვნოა. ხო გავა შელეტადოს. კი, ჩელეტადოს. просто არ ვღერის თორე. აბა წავედით. მოინიშნეთ მეგობრებო. სხვარი ბატკანი ბოჩოლა. კი, გაცავა. აი შენიც მოგიტანე, წამოვიდა პარკები რა. შენ ვიცი სულ ეს მე მაგზავნი ხოლმე პარკებზე და ამიტომაც წამოგებ. გინდა ამას ჩავდოთ პირდაპირ და ისე დავდოთ მაღაზე? გაგზავნა გაიხარე შენ დიდი მადლობა. ზამთარში იქნება ეს რაღაცა ზღაპარი არა? ხო, ძალიან თოვლი რო არის. მარტო ბავშვებს არა, დიდებსაც უყვართ, მაგრამ ნუ ბავშვებისთვის არის გადაჩვეულებული, არა გადასარევი, გასართობი. დიდებისთვის ეს ჯაკუზივით არის, რაღაცა პროგრამები აქვს და ანუ მასაჟი ჩიქილია. გაიგეთ. მაგრამ თავარი არის ეს სცენარები, რომლებიც გვაქვს ლიმნები და ფორთოხლები. ეხა თქვენ ისეთ დროს ჩამოხვედით, როცა არ არის, თორე მოსავალი გვაქვს. მართლა? აი ეს არის ლიმნის. ხო, ლიმნის და მარტო ნაყოფი აქვს და იმაშობით ხოლმე რა ქვია. მე ვაგემოვნებთ. გია და მაინც შატო მერე იწყება აქედან, ხო? კი ბატონო. ეს იყო პირველი. კი ბატონო. აი და მერე გაჩნდა აი იქითა ჯერ გაჩნდა ეს მეორე მხარე, იქით აუზის მხარე, მერე იტალიური რეზერვაცია ვძახით და მერე ქვევით უკვე მეოთხე კორპუსი, აი ეს დიდი აუზით რომელიც არის. აჰა. და ქვევით დიდი წარმოებით. კაი, პირველი სტუმარი გახსოვს? კი, როგორ არა? მართლა? კი, აბა. ვინ? ლატვიელები იყვნენ ჩვენი პირველი სტუმრები. ლატვიის ეკონომისტთა ასოციაცია იყო, თავისი თავმჯდომარით, თავისი ჩემი მეგობრები, ძველი სტუდენტების მეგობრები და
ეგენი იყო პირველი სტუმრები. კაი, წამოდი ახლა შენი ფოტოგალერეა რო არ ვახვედროთ კადრში. ნაწილი. ნაწილი. შატო მერეს პორტრეტი არასრული კი იქნება. ბატონო. ნებისმიერი სივრცის განსაკუთრებულობა არის დამოკიდებული მის სტუმრების. ხალხზე ვინც იქ მოძრაობს რა, ეგ არის. ხალხი ქმნის ყველანაირ განწყობას. მე ეს მათი ზოგიერთი მათი პორტრეტები ან რაღაცა მომენტები რამდენიმე პორტრეტი კი ბატონო. აი აქედან დავიწყოთ თუ გინდა. დავიწყოთ კი ბატონო. ეს ჩემი ბაღის მეგობრები არიან, ტყუპები, რომელსაც აი გზევით ააშენეს ფანტასტიკური მამული, იმის რა ქვია, აგარანის მამული. ეს ჩვენი ნანი საყვარელი. ეს არის ჩემი პირველი სტუმარი, ანრი ლეიმანსი ლატვიიდან. აი ეს წვილი არის პირველი წვილი, ვინც აქ ჯვარი დაიწერა. კი ბატონო. ეს არის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი. ფანტასტიკური მსახიობი თვითონ ძალიან, რომელიც მე მგონი ყველაზე მაგრა გავს თავის ბაბუას. აქ არის ნინო ანანიაშვილი. აი ნინო აქა. აი აქაც. პატარები რომ ყავით უფრო. ნინო გადაცემას ელოდეთ ძალიან მალე ძვირფასო მეგობრებო. ეს ძალიან საყვარელი ადამიანი ჩვენი. ლექსო და ეს არის დილის 4 საათზე გადაღებული გარეთ აი იქ ბაზაიონზე. ადგილი არ ქონდა სასტუმროში და არ მიდივარ აქედან ადილა მოს დაიხურა თავზე და დავჭები აქ. ედუარდმა ჩამოიყვანა სავიცკი. ნაი ჭოლა და ზაური კი ბატონო. ეს გია გრიგოლო აშაძე კი ბატონო. ეს ტურკეცა ნანის დაბადების დღეზე. აქ რა პატარა ხარ? აბა. ტურკეცაც როგორი ახალგაზრდაა ნახე. ეს სუვენირებია თუ ზოგი სუვენირია, ზოგი. კი ბატონო, აი ეს არის უკრაინის დროშა, რომელიც ომშია ნამყოფი. ეს არის რა ქვია, რომ იკრავენ ხოლმე აქ რაღაცა. ეგა. მე არის ძალიან ბევრი მეღვინეები რო ჩამოდიან ხოლმე ან სტუმრები ან მეგობრები, მე ჩამოგთხოვე თავიანთი პატარა სუვენირები ან რაღაცეები. შენთვის ყველაზე საჩუქარი რა არის? რა გიყვარს ნეტავ? ვარსავით საჩუქრის ჩუქება უფრო მიყვარს ვიდრე მიღება, მაგრამ რა თქმა უნდა, მიღებაც სასიამოვნოა ხოლმე. მე ხო იცი ესე მგონია რომ ერთ-ერთ სტატიას ვაკეთებდი შენზე და მაშინ ჩემი სათაური იყო ესეთი რომ კახეთის დენდი, იმიტომ რომ ეხლა რაღაც არაკახურად გაცვია დენდი, ხო ესეთია და გია პირადაშვილი არის დენდი კახეთისა ან კახეთის დენდი და ამ დროს გლეხი ვარ რა. გლეხი არ გამორიცხავს დენდობას მართალია, თავარია შინაგანი მდგომარეობა. მართალია, ხედავს. გია პირადაშვილი, რომელსაც მე ესე მგონია, როგორც გითხარი, რომ შენ ხარ კახეთის დენდი ჩემთვის. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მე ვიცი შენი ისტორია, რომ გოგამ გაგაცნო და გოგამ მაისურაძემ გაზიარათ კახეთს და ჩვენ კიდე გოგამაც და შენს და ანუ რაღაცა პირველად ეს კახეთისა ეს რაღაც მთელი სიამტკბილობა და ეს სილამაზე სწორედ წამოვიდა შენგან. გია, რა მინდა იცი კითხო? ჩემი ახალი ეს გადაცემები არის შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მინახავს საუკუნე, რომლებიც არაერთხელ ჩამიწერია და არის ესეთი კითხვა, გავიდა დრო, შევხვდეთ ახლა ჩვენ ერთმანეთს და მე გისვავ ახლა შენ თავარ კითხვას. შატო მერე, გია პირადაშვილი. აქ და ახლა. აი რა შეიცვალა? არაფერი შეიცვალა, ასაკი შეიცვალა. მიდგომა შეიცვალა ხალხის. მიდგომა შეიცვალა იმის, რომ აი იქიდან მოყოლება ჩვენი დასაწყისთან დღევანდლამდე, ხო? ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველები ვიყავით, ჩვენ გოგა კიდე შევები, ვინც აღვადგინეთ ვიკენდის კულტურა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ საკმაოდ მივიწყებული იყო და აღვადგინეთ. არავის არ ჯეროდა კახეთში ამის, კახეთში კი საქართველოში არ ჯეროდა ამის, არავის. და ყველა გადასული იყო იმაზე, რომ თქვათ, როგორ გამოიყვება თავის ოჯახი და როგორ გადაერჩინა თავის თავი და თავის ოჯახი. შეიცვალა ის, რომ ჩემი დამოკიდებულება ეხლა ნინოსთან მინდა გავატარო უფრო მეტი დრო და ჩემშვილთან ვიდრე აქამდე ვფიქრობდი, რომ გამიდარებინა და ამას ძალიან ნანობ. მართლა? მაგრამ აი აქამდე როგორ იყო? მაგრამ ეს ყველაფერი რა ქვია,
დაიჭირა ყველაფერი. გია რა იყო იქამდე მეტი დრო მიქონდა სამსახურს? მეგონა რომ ფული იყო მთავარი და ფულის კეთება იყო მთავარი და ფულის შოვნა და ფულის კეთება biz ჩვენ არ გვიშოვია რა ჩვენ თვითონ ვაკეთებით ამას ყველაფერს. რომ მეტი გავძლიერებული ვიყავთ ეკონომიურად რომ ქონოდა მეტი საშუალება მე აი ეს გვეგონა რომ უზრუნველყოფა ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება იყო მთავარი. არ ყოფილა ეს მთავარი, შეიძლება უცებ გამოგეცალოს მიწა ფეხქვეშ და როგორც ჩემი მეგობრის მაგალითზე აი ესე დატოვა ეს ქვეყანა რა და არაფერი დაგრჩება რა და ჯობია რომ გაატარო შენი ცხოვრება იმ ადამიანების გვერდით და იმათთან ერთად ვისთანაც შენ გადაწყვეტე რომ გაგეტარებინა და ჯვარი დაიწერე რა ასე ვთქვათ და ეს არის რა მთავარი ამას ვფიქრდი რომ ესეც შეიცვალა კიდე ბევრი რაღაცები შეიცვალა ის შეიცვალა ჩემთვის რომ ძალიან ნანობ ხოლმე იმას და ძალიან დავდობ იმას რომ ჩემი პარტნიორები ვინც აი ამ ყველაფერში მიღებული აქვს მონაწილეობა არ ჩანა. იგივე გოგა ესიტაშვილი, ზვიად გურაშვილი, კიდე რამდენიმე ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი შრომა აქვს ჩადებული და უზარმაზარი და ყველაფერზე გონიათ ხოლმე აი გიამ გაკა, არა გიამ კი არა, ყველამ გავაკეთეს და მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ საუკეთესო პარტნიორები ყავდა ყოველთვის რა და იგივე მიშა ჭკუასელი ჩვენთან იყო და ჩვენ გაიმაშვებოდა ხოლმე გვამონაცვლ თავისი ფინანსური იმებით, რა ქვია, გათვლებით, გამოთვლებით, ამბებით ხო? შენ როგორ გონია ბიზნესის კეთება საქართველოში? რა თვისებებს მოითხოვს? აი რა აუცილებელი თვისებებია რომ ეს ბიზნესი ძალიან რომ ვიცოდი, ახლა მაშინ ვიქნებოდი კაცო. ეგ არ იცი? ძალიან დიდარი კაცი ვიქნებოდი არა. არ იცი? რა ვიცი რა თვისებებს არა ვიცი მე რაც მაქვს თვისებები ეგ ბიზნეს აი რა თვისებები გაქვს შენ როგორ აი ემოციური რა მარტო რა აი ემოცია გაქვს განმარტლა ის რომ მეგობრები ყავს ერთი რომელიც ჭკუას მარიგებენ ხოლმე ხო ანუ შენ ნებისმიერ შენ ბიზნესთან იქნება ეს შატომერე იქნება ეს ღვინო და ნუ ღვინის კომპანიები კიდე რამე ბიზნესი გვაქვს არა გაკავშირებს უპირველეს ყოვლისა ემოცია და არანაირად თავიდან ფინანსური გათვლა. რას ლაპარაკობ? კაპიკოდ დამიწყია რაღაცეები. აი ესე უფლოდ მანდაწყებული ესეთი ის. რას ნიშნავს უფულო? უფულო ჩემი ფული არ დამიხარჯებს არ ხონდა და მაგიტომ არა სამგე ჩემი ენერგია ჩავდი და უნარები. რაც ხო რაც დავაჯერე რა ჩემი პარტნიორი მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველას ბეჭევილე ვიღაც დავაჯერო ან ვიღაცა შევლები დამაჯერო. გია მე მგონია რომ ჩემს წინ ზის წარმატებული ადამიანი თუმცა დღეს უკვე ეს წარმატებული სიტყვა ძალიან მოცვა. გეთანხმები და რაღაცას ვფიქრობ რომ უფრო კაი სიტყვა მოვიფიქრო მაგრამ ვერ მომიფიქრებ მაგრამ ხო ხვდები მე მგონია რომ უკვე ჩვენ გამოგივიდა ჩემს თვალში. ბევრი რამ ხო. კი ბატონო მაგრამ ხო მაგას გეუბნები რომ ეს ყველაფერი განპირობებულია იმით რომ ჩემს გვერდით ყოველთვის არიან ჩემი ოჯახით დაწყებული, ჩემი იმით რა დამთავრებდა. თუ შენ ოჯახს გერა, ხო. შენ ხარ ამ დროს როგორ იცი, აი ხარი ვიტყო ყველაფერს გაგა კედლები და ეს პირველი, მე კიდე თუ კარგი მეგობრები ყავს, ეს ბევრი არ ყავს. 2-3 კაცი ყავს. და იმ კარგ მეგობარს ეს კი რაღაცით არ წმუნებ შენ. რადგან იმას ჯერა და რადგან ის იმპულსებს. ეკითხები და ის ფიქრობს და მე მათ ჯერა შენ ძალიან კარგად იცნობ სამივე მათგანს. კი ბატონო. და 4 იყვნენ და ეხლა 3 დავჭი, 3 დარჩა ის მათ მე ვიკითხები ხოლმე და ანუ იმათთან მე მიმდივარ როგორც angel investor-თან რა, რომ ამა დავარწმუნებ თუ არა რა და ის თუ დავარწმუნებ, სხვა ნებისმიერ დავარწმუნებ მე რა. მაგრამ შენ ამავდროულად ხარ პროფესიით მარკეტოლოგი. კი. მე მიმაჩნია ერთ-ერთი მთავარი თვისება გაქვს წარმატების. მიმაჩნია თავს ავიკრინებ და კი ბატონო, ასე ვთვლი. რაში გამოგადგა, აი მოდი, აი ეს მარკეტინგის პროფესია, მოდი ესე ვთქვა, აი შატომერე და მარკეტოლოგი გია პირადაშვილი. ხო, ესეთი ვითხარ რომ რაღაცა მარკეტინგი ესეთი პროფესია, მე ვფიქრობ რომ ეს პროფესიაც არ არის რა, ეს არის რაღაცა შედი ხედვა გამოცდილების და რისკის შეწყმა თანაბრად და თან სწორ ადგილას სწორ დროს მოხვედრის ამბავიც არის რა თქმა უნდა მე ზღაპრით ვიწყებ რა მოკლედ ზღაპრის ბოლო ხო იცი კეთილი რო არის ხო და აი იმ კეთილის ბჯერა ყოველთვის და იმ კეთილისკენ მივდივარ რა და ეს მიდგომა ხშირად ამართლებს ჩემთვის ყოველთვის გაამართლებს თავარი ხიბლი ჩვენი ქვეყნის აი რა შემდგომ რაც მეტი ხიბლი არა ვალდებულება არის რაც მე შეიძლება მეტი თავისუფალი ხალხი ყავდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ყველაფერგან თავისუფალი იყოს ფეხის თითიდან თბის ღერამდე. აი ესეთი გრძნობით და ესეთი მენტალიტეტის ადამიანი თუ იქნება ბევრი როგორც ჩვენი ახალგაზრდები არიან ძალიან ბევრი და ამით მე თავს ვიწყნარებ ხოლმე
ეს იქნება მთავარი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონებო და ქალბატონებო, დროა გაგაცნოთ შატო მერეს კიდევ ერთი გია, არანაკლებ მნიშვნელოვანი შეფმზარეული ბატონი გია წინანდლიდან, ხო? რას ვაკეთებთ ახლა? რა ხდება? დღეს უნდა გამოვაცხოთ შამპურზე ბატყვის ხორცი და გავაკეთოთ პური და ხაჭაპური. და ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპური იმით. ხო. არაკია ინტროფერი. კაი, აი ერთი წამით, აი ეს არის სახელგანთქმული ქართული ტრუფელი, ხო, მეგობრებო? შეხედეთ, რომელიც მოიპოვება სად? ეს არის გაზაფხულზე, აგერ ჩვენ ტყეში აგერ არის ყველაფერი, ირგვლივ. ხო. და ამას საკმაოდ ბევრს ვაგროვებთ წლის განმავლობაში, ხო, გაზაფხულის, მე უფრო მეც ვიღებთ ხოლმე შემოდგომაზე. და შემოდგომაზე უფრო სულნელოვანია, თუმცა ეხლაც არ არის. კაი საკა, ძალიან კაი არომატი აქვს, ნახე. და ვაკეთებთ კონცენტრატს, ალკოჰოლით, ღვინის სპირტით. მე ამას ვაზარებთ უკვე ჭაჭაში და ადრე ხმები გავსინჯავთ, ნახავ როგორი არომატული ჭაჭა, იმიტომ რომ ეს იტალიაში, საფრანგეთში საკმაოდ განთქმული სასმელია და საკმაოდ ისეთი. ტრუფელის ჭაჭა? კი, რა თქმა უნდა. რას ამბობ? გავუკეთეთ საცხობი არიან. ბერძნები არის, ბერძენია წარმოშობით, წარმოშობით კი ბერძენია ეს კაცი. მეუღლე ყავს ქართველი და მეგრელი სხვათა შორის. ჩამო. მეუღლე ყავს ქართველი. მეგრელი სხვათა შორის. და გავისავთ, ხოვეთ რომ აეშენებინა ჩვენს ორი ფურნი, ანუ ბერძნებმა კარგად იციან, იმიტომ რომ ბატკანს ეგენი ფურნეში წვავენ, ქათამსაც ასევე ფურნეში წვავენ და აწყობენ და ძალიან ისეთი მოკეიფე ხალხია, ხო, ეს ჩვენნაირად. ხო და ამიტომაც ცოტა გიჟები ჩვენნაირი და მე თეფშების წრევა იციან. კი ბატონო. ხო და აი ესეთი გავაკეთეთ, აი ესეთი სამი წერტილი არის, ერთი არის ფუნთუშავი პურისთვის, ერთი არის ეს არის პურის აქ ხო, აქეთ ხარი არის პურის, იქით არის ხორცისთვის. ხო. და პლუს ამას გვაქვს გრილი კიდე. ნავერტილი. კი ბატონო. ბატონგია. რომელი კერძის გარეშე არის წარმოუდგენელი შატო მერე? ჩვენი საფირმო აბა? ნეკნი გვაქვს სპეციალურად, ხოლის ნეკნი, მაყლის соуში. ხო. და ბროწეულის დრესინგში. ხო. თითქოს ეგ არის საფირმო ნაყინი გვაქვს. ნაყინი გვაქვს. აი ნაყინზე მომიყევი. ციცაკით. ციცაკით ნაყინი? ჩვენი საიდუმლოება. როგორ შეიძლება ეს? საიდუმლოს ვერ გავსებ. ხდება ნაყინ ციცაკ როგორ აბა? სპეციალურად მეგრელების ვაკეთებ მაგას. ეს შეჯარება. ხო. იგი რამდენი წელი რაც აქ ხართ? დაარსებიდან. საძირკვლის ჩაყრიდან. კი. მართლა? აბა. აი ბატონგი. აქ დავბერდი. კაი რა მაგარი. არა, დავბერდით, იმიტომ რომ მამამდე გიასთან დავდიოდი ხოლმე, იმაში გია ცნობილი მზარეულია, მამამდეც ბევრი რაღაცა და წინა შატოს რო ვაშენებდით იმას, რა ქვია, შუხმანი სადაც არის ეხლა რა. იქ იმას გიასთან მივდიოდი ხოლმე, იქ ვიღებდი ხოლმე ნახევარ ფაბრიკატებს ან მაგის გამზადებულ კარგი ლამაზი ღოზელები ქონდა, გემრიელი ხაჭაპური ქონდა და იქ მიმქონდა ხოლმე და იქ მაგით ვიკვებებოდი, ასე რომ დიდი ხნის ის მოგდეს 2003 წლიდან მოგდეს ერთმანეთს მინიმუმს გეუბნები. მანამდე კიდევ ვიცნობდი. ესე იგი, მეგობრებო, დღეს გავიცანი შატო მერეს ფინანსური მენეჯერი ქვია. რაღაც ესე. ესე იგი, ბატონი გია პირადაშვილი მას არქოს ფილტვებს, იმიტომ რომ ფინანსების გარშემო ვერ სუნთქავო. აი ეს ფილტვები შატო მერეში დაარსებიდან დღიდან არის, დაარსების დღიდან არის. ბატონი გია შეგზარეულით დაარსების დღიდან კიდევ ვინ არის გია დაარსების? მაყვალა გიასთან, ანუ სამზარეულოს გუნდი ისიმში არ შეცვლედა თუ ემატებათ ხოლმე. ეგ არის თორე გამოკლებით, არის ხოლმე რაღაც გამონაკლისები, ვინც გამოგვაკლდა ერთი ყავდა ძალიან პატიოსანი კაცი იყო, საწყალი გარდაიცვალა კოვიდის დროს. ხნიერი კაცი იყო და ვეღარ ეგ იყო და დანჩენი სულ ყველა ადგილზე ვარ და რა თქმა უნდა დანჩენი ყველაფერი ყველა იცვლება, იმიტომ რომ ახალგაზრდები მიდიან, მოდიან.
რამდენი წლის იყავი, როდესაც შეტომერე? 13-ის. კიდე უფრო პატარა, რო გაიხსნა უკვე მე 13-ის და ჩამოვდიოდი რაღაც სახლში უფრო და ცხენები მიყვარდა ძალიან და ცხენებით ვიყავი დაკავებული ძირითადად. ხო და ეს ცხენზე ჯირითი ეს თბილისიდან მოდიოდა თუ კახური თემა აქედან აქ შეისწავლე და აქ დაეუფლე ამ ამბავს? არა, გია მაჩუკა რაღაც დაბადების დღეზე ცხენი და აი ესეთი мама გია პირადაშვილი მარიამ საჩუკა დაბადების დღეზე ცხენი რამდენი წლის იყავ და აი ალბათ ეგრე სადღაც 12-ის ან 13-ის და მე აქაურობა რო გაიხსნა თუ რო შენდებოდა გააკეთეს თავლაც რომ ბარემ აქ ჩვენთან ყოფილიყო ეს ცხენები მე ვიცი რომ ოჯახის ბიზნეს შენც შეუერთდი რას აკეთებ მოგვიყევი ხო, შევერთდი ცოტა ხნის წინ, მე უფრო ვეხმარები გაყიდვაში. და ცოტა რაღაც აი კონცეფციის გაერთიანებაში და ცოტა გაახალგაზრდავებაში. გიამ რაც მოვიფიქრე, ეხლა შენ უნდა გაახალგაზრდაო ეს ყველაფერი? დაახლოებით, ხო. ანუ გვინდა რომ კარგი ღვინო იყოს ცნობილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვისაც და გავაფართოთ უფრო სეგმენტი, რომ კარგი ღვინო იყოს მით უმეტეს საქართველოში, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც კარგი ღვინო უყვარს. აჰა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, არ იყოს ძალიან ძვირი? ამას გულისხმობ? არ იყოს ძალიან ძვირი, იყოს ბევრ ადგილზე, სადაც დადიან თქვა ჩემხელები. და მოკლედ კარგი ხარისხი და საინტერესო გემო შევთავაზოთ და შევაყვაროთ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც დავუშვათ ადრე სხვა რაღაცის დალევა ერჩივნათ მაგალითად. რა დატვირთვავს ქართველისთვის ღვინოს? აი რა ჯადოსნობა ხდება? ქართველისთვის ღვინოს, რა ვიცი, ხა მე ვფიქრობ, რომ უფრო საკრალური სასმელია, რაღაც სარიტუალო სასმელია, წესით. და რა თქმა უნდა, რიტუალში გულისხმობ მწუხარებასაც და ხინსაც რა, ეს არის რა და რა თქმა უნდა, ხინში თუ ვერ ივარგებ, ვერც მწუხარებაში ვერ ივარგებ. ამიტომაც ისეთი ღვინო უნდა დააყენო და ისეთი ვაზი უნდა გააშენო და მოიყვანო, რომელიც ამ ყველაფერში შენ ხელს შეგიწყობს რა და შენ იგზნობ თავს ყარად და იგზნობ თავს როგორ გითხრათ მართალ ადამიანად, როცა შენ კარგ ღვინოს და მართალ ღვინოს დააყენე. ესეთ რამეს აკეთებს ყველა კარგი მეღვინე კახეთში და არა მარტო კახეთში, დასავლეთშიც მათ შორის. კომპანია არის ვინივერია. ვინივერია ერთი კომპანია, მე და ზვიადი ვართ გურაშვილი პარტნიორები, მან ვართ მე და ანდროსვანიძე კომპანია. შატომერე, მეორე კომპანია და მესამე კომპანია ჯანიანი. ჯანიანი აქ ვართ მე და კახაშენგელია პარტნიორები. კარგი, რას ამბობ? ძალიან კარგი პარტნიორები ყავს ყველგან, ძალიან გამომართლა პარტნიორებში, იმიტომ რომ არის ეს როგორ ხდება ხოლმე? აი ცალკე ახალი კომპანიის შექმნის იდეა და აუცილებლობა რატომ იბადება? მოდი მე და შენც გავაკეთოთ ღვინო ერთად? რატომაც არა, ხო, შეიძლება ეს ჯერგეთი მეგობრი წყობა მეგობრობით. და ძალიან სპონტანურად ესეც რა, ძალიან ისეთი ემოციური, რაზეც ვიდაბარაკეთ, ჩვენ ემოციების ბევრი ვისაუბროთ. და ესეც ემოციური საგანია რა ამ შემთხვევაში, ემოციური მიდგომა უბრალოდ ამ ბიზნესიდან. ეხლა მაგალითად ემაში ხო, ეს ყველაზე ესეთი რისკი იყო. ქართულად დავაწერეთ, შეუგეთეთ უამრავი ფინანსები წაიყვა, მაგრამ გაკვეთა მის დიზაინი კი ნაკლები დაждდა, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებულია პირადად და მე ეს ბოთლი გაგვიზარდები ფლორენციაში ვიყავით, გავიცანით იქ ხელახლა იქაური დიზაინერები, იქაური ბოთლის წარმოებელი, რომელიც საკმაოდ ძალიან ცნობილი წარმოებელი, რომელიც აძრაგვებს სასიკაიასთვის და ღვინოისა ბოთლებს და მარგოსთვის და რა ვიცი, ძალიან დიდი კომპანიებისთვის, რომელიც და ჩვენც იქ ვაწარმოეთ, არა მარტო ჩვენ, სხვა კომპანიებიც არიან ქართული, სადაც რომლებიც იქ ღვინოს აწარმოებენ და ჩვენ შევქმნით ჩვენი ქართული ალფავიტით გავაკეთეთ პირველი მე არ მახსენდება და ვერ მოძებნით ქართულ ღვინოს, რომელსაც
რომელიც ჩასმული არის ქართული წარწერით ლოგოტიპით გაკეთებულ ბოთში. ეხლა მე ვაგემოვნებ ჯანიანს, ხო? კი, ეს არის ჯანიანის როზე, ვარდისუბანი. ვარდისუბანი დავაყით, იმიტომ რომ ვარდისუბანში ვარ. ულამაზესია, ჩვენ ყოველთვის ხო. ვცემთ პატივს იმ ადგილს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ეს არის ჩვენი სახლი დღეს და უცნობელია რომ ეს ყველაფერი გამოყო შედის საუკეთესო პროდუქტი. ეს არის ფრანგული და ქართული ჯიშია, საქართველოში გაშენებული, კახეთში გაშენებული ვენახები, კაბერნე ფრანი და ოდნავ საფერავი, ძალიან ცოტა 15% და აი საოცრად გემრიელი ღვინო და გეტყვით ვაზი ვისი მოყვანილიც არის, ვაზი არის აჩქოლობჟანდის მოყვანილი. მე ყოველთვის აღნიშნო ხოლმე ის სახელები, გითხრათ თქვენ ვინც ამ საქმეს ემსახურება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. გაგვიმარჯოს? რა? ვარდისუბლით. რა არის წარმატება? წარმატება არის პატიოსნება, სწორი მიდგომა და სწორ დროს სწორი მარცვლის ჩაღრა, რომ შენ მერე კარგი მოსავალი მიიღო რა. ეგ არის ალბათ წარმატება. და არ დაკარგვა იმ თავარი ღირებულებების, რაზეც ადამიანები დგანან. რა მოაქვს წლებს და კარგი გაგებით ასაკს? წლებს მოაქვს სიბერე, კარგი გაგებით მოაქვს გამოცდილება. რა იცვლება, აი ფიზიოლოგიურად ხო იცვლება რაღაცები ასაკთან ერთად? რასთან შეგუება არის ყველაზე რთული? ბიჭო, რასთან შეგუება ყველაზე რთული და ახლა გუშინ მივედი რაღაც საქმე ქონდა და უნდა ჩავხვტარიყავი. სადაც მე ადრე ყირამას ვაკეთებდი ხოლმე. ისე და მე ჩავხვტი. სამედი მოუარე შორიდან და ჩავედი კიბით რა. ეგა მე თხილამოზე რომ დავდიოდი ხოლმე გიჟივით რომ სრიალებდი. დღეს ცოტა ისე ვარ, იმიტომ რომ ერთხელ დავეცი რამდენიმე წლის, 2-3 წლის და იმ ხარი კიდე ფქივა. მერე კიდე რაღაც ეგეთ ნიუანსებია, თორე ანუ გული და გონება არ ბერდება, დარწმუნებული იყავი, ახლა შე პატარა ხარ ჩემზე და რაღაც, მაგრამ პატარები ხარ, როგორც გონია რომ ისეთი სისწრაფით წამოვალ კუდებიდან, მაგალითად ან იმიდან რა. ხო და ამბობენ რომ ცუდი რა არისო, იცი რომ შენ შეიძლება ასაკი კი აღარ აქვს პატარა, მაგრამ შენ გონია რომ არ ხარ დიდი კაცო. და აი ეს ერთმანეთ სინქრონში როგორ უნდა მოიყვანო, რომ ერთი წუთით როგორ უნდა მოიყვანო და არ უნდა მოიყვანო, სინქრონში უნდა ივარჯიშო. აი რას ვისურვებდით და მე რას დავგეგმავდით? ნაკლებ ჩხუბს ვისურვებდი, ჩემწობე დამიგეგმია არასოდეს. და არც ვაპირებ დაგეგმოს, იმიტომ რომ ეგ ჩემი ნიშნავსება არ არის, მაგის არიან მეგობრები და ჩემი მეუღლე, მოსას უყურს დაგეგმო. ხშირად გვესწრება ხოლმე გეგმები, ამიტომაც არ გეგმავ. ვიზურებდი იმას, რომ ნაცნობად ნაკლები ჩხუბი და აყალმაღალი იყოს ქვეყანაში, ჩემ ქვეყანაში და მე თქვა, გარეთ რა იქნება, იმას მივხედავთ როგორ მე რა. და მეტი სიყვარული იყოს, მეტი ხალისი იყოს და მეტი თანაგზნობა იყოს ერთმანეთს მიმართ. ეს იყო შეხვედრები შატო მერედან და ჩვენი მასპინძელი გია პირადაშვილი დენდი კახეთისა. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი შეხვედრები ეკახოფერიასთან. მომავალ შეხვედრამდე. ხუთლიტრიანი საბერავი და მალბეკი 2023 წლის მოსავალი კასრში დავარგებული 18 თვე დარწმუნებული ყავ ეკა რომ გასახელებს ეს ვიდეო სადაც უნდა გახსნა, მაგრამ მოდი აიბაზე გავხსნათ 100,000 ხელმომწერო გეყოლება შეხვედრები ეკახოფერიასთან გამოიწერეთ და 100,000 იმაზე რა ქვია, იმედი მაქვს რომ შეგხვდებათ ყველას, ვინც ვიღაცა 50 გამომწერს მაინც თითო ჭიქა. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი შეხვედრები ეკახოფერიასთან და როგორც ახლა ამბობენ YouTube-ზე 100,000 გამომწერზე ჩემი გუნდი მეუბნება რომ გავხსნათ. და ეგ გავხსნათ ბოთლი. 50,000-ზე გავხსნათ, თუ 50 ყავს უკვე. 50 არ მყავს ჯერ. ხო და 50-ზე გავხსნათ და მე იმაზე კიდე გავხსნათ კიდე შეიძლება. კაი, მაშინ 50,000-ზე გავხსნათ ეს. მე მოვიგონებ რამე შეხვედრას ჩემს გამომწერებთან ერთად და რა თქმა უნდა გიასაც დავპატივ. მაგის მეტი რა ვიცით, მეგობრებო, ამიტომ გამოიწერეთ შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად და აი ესეთ კარგ ადამიანებს ხშირად შეგახვედრებთ.